დილამშვიდობის მეგობრებო, ახლა არის დილის 7:09. თელეღამე არ მძინებია, ვიყავი ძალიან აფორიაგებული. თელეღამე რაღაცა თან ისე ვცნობდი თავს, სუსტად, განერვულებული, გაღიზიანებული. მე წინა ვიდეოებში ვისაუბრე, რომ ჩემი მამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული და ეს ხელვა, ეს ბოლო განსაკუთრებით დაახლოებით 10 დღეა ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის და რაღაცა სულ მოლოდინის რეჟიმი ქონდა ჩართული და იმედი არ დაგიმალავთ ძალიან ნაკლები. დღეს მივდიოდით სოფელში, ჩემი უღლე იქ არის, ჩემი მული იქ არის და მიეკეს, რომ დღეს სამწუხაროდ გარდაიცვალა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს საუბარი და ძალიან კარგად მიხვდებით ყველა, რას ნიშნავს ოჯახის წევრის გარდაცვალება. როგორც გითხარით, თბილისში ვარ ჯერ, ალბათ ცოტა მოგვიანებით წავალთ, მანამდე რაღაც საკითხებია მოსაგვარებელი და შემდეგ ვიყვებოდი ჩემი მულის ქმარს, მაგრამ ახლა მამა ჩამიყვანს. მარიკოს ყავდა ძალიან კარგი პაპა და ძალიან მტკივაგული, რომ ერთმანეთი არ ეყოთ, დრო არ ეყოთ ერთმანეთის უკეთ გასაცნობად, ერთმანეთისთვის არ ეყოთ დრო. ერთ-ერთი რაც ძალიან მიხარია და ძალიან რაღაცნაირად თითქოს გულზე რაღაც ლოდი რო გადევს და მოგეშვება არის ის, რომ სანამ რაღაც საბოლოო ცნობიერებას დაკარგავდა ეს ბოლო პერიოდი სოფელში გავიქეცით, რომ მეთქი მარიკომ ნახოს ისეთ მდგომარეობაში, როცა ჯერ ისე ცნობიერება აქვს და მათი შეხვედრა იყო ძალიან ემოციური შეხვედრა იყო. რო დამირეკა ჩემი უღლემ, რომ ძალიან მძიმედ არისო, იმ დღესვე წავედით. რო შევედით ფაქტობრივად, ძალიან სუსტად იყო და დიდად არ რეაგირებდა და მარიამა რო დაუძახა პაპაო, აი ნახევრად გონება დაკარგული ადამიანი რო წამოხტება, სუსტად ეგ რეაქცია ქონდა. მერე ჩაეხუტა მარიამ და ძალიან ბევრი იტირა. ფაქტობრივად ეს იყო ბოლო მათი ესეთი დღე, როცა ერთმანეთისათვის ქონდათ ესე რაღაც საკომუნიკაციო ენა, ასე რომ ვთქვათ. მაგ დღეს ფოტოც არის გადაღებული და აუცილებლად გაგიზიარებთ. და მიხარია, რომ ეგ დღე რაღაცნაირად დარჩება ჩემს მოგონებად. და დაამახსოვრდება. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ახსოვდეს. ძალიან უმძიმს ახლა ჩემს მეუღლეს და ეს აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია და ძალიან მტკივაგული, რომ გუშინ არ ვიყავი. ერთი რამ რითიც ვამშვიდებ არის ის, რომ ძალიან წვალა ბოლო დღეები უკვე
ძალიან და ალბათ დაისვენა, იმიტომ რომ ასე წვალობს უკვე გენანება, ძალიან გტკივა მისი ეს მდგომარეობა და სამწუხაროდ ექიმებმა ვერ გაუგეს და ამაში ამის რა ვიცი 1-2 წელი დაიკარგა დიაგნოზის ვერდასმაში ჩაუტარდა ასევე ოპერაცია, რომელიც დიდად არაფერს არ ნიშნავდა და რეალურად ის რა მიზეზი ჰქონდა, ის საერთოდ არ იყო არანაირ ხსენებაში და სხვა რაღაცის გამო ჩაუტარდა. ასევე მოწავლა იმ წამლებმა, რომელიც არ სჭირდებოდა და სულ სხვა რაღაცის გამო სვამდა და დაუნიშნეს და ეს რა თქმა უნდა თქვენ ყველა კარგად იცით რას ნიშნავს ორგანიზმის მოწავლა და რამდენი დრო სჭირდება ორგანიზმიდან ამ ყველაფრის გამოსვლას. და საბოლოოდ ძალიან დიდი ხნის მერე პარკინსონი ის დაავადება დაუდგინდა და ამასობაში ძალიან დიდი დრო დაიკარგა ძიებაში, პრობლემაში, იმიტომ რომ ვერ მიდიოდა წინ, პირიქით ძალიან სწრაფად მიდიოდა უკან და ძიებაში როგორც იქნა, მაგრამ უკვე იყო დაგვიანებული ჩვენ და სამწუხაროდ და ძალიან მალე განიცადა პროგრესი ამ დაავადებამ, ძალიან სწრაფად განიცადა და იმდენად მალე განვითარდა მისი დაავადება და ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა უარესობისკენ, რომ პარკინსონს რო ახლავს, რა თქმა უნდა, ეს ყველა ვიცით და ეს არ იყო ჩვენთვის ახალი და რაღაცა უცხო, უბრალოდ ის წამლები, რაც მას ჰქონდა დანიშნული რაოდენობის და იხებდა და არაფერი არ აკლდა, კიდე ამანში ანარჩუნებინა ის სიცოცხლე, რა სიცოცხლეთა ციცოცხლა, ის დიაგნოზიდან აი ამ დრომდე. თუმცა ის რომ ძალიან დიდი დრო დაიკარგა ეს ფაქტია და ძალიან მწუხარ ამის გამო რომ ვერ დაუდგინდა თავის დროზე ახლა ასე მდგომარეობა ნამდვილად არ იქნებოდა და ამხელა უბედურება ჩვენს თავს. ამას პლუს დაემთხვა ის რომ ჩემი მამთილი წვა კლინიკაში იმ დღეს მიყვანილი იყო და გადმოუვარდა საწოლიდან დაარტყა თავი. გითხრეს რომ იყო რაღაც ნაკაწრი და არაფერი ისეთი, თუმცა აღმოჩნდა რომ იყო ძალიან ბევრი ნაკერით ჩემი მამთილი და ადამიანს რომელსაც ხოლმე დაავადება აქვს და მისი ტვინი უკვე გასაგებია როგორც მუშაობს და რასაც განიცდის ხო მისი ორგანიზმი და მისი გონება და ყველაფერი, წარმოიდგინეთ რა სიმძლავრით ჩამოარტყა კომოც თავი რომ გადახეთქილი ქონდა და აი ამ ხელა ის ქონდა ნაკერი ამ დროს უთხრეს რომ იყო ნაკაწრი. საკმაოდ გვიან თქვა ჩემმა მამთილმა რეალურად რა მოხდა. რა თქმა უნდა მიცვიდნენ ჩემები და მივიდნენ და რა ვიცი იყო ერთი ამბავი და ჯერ არ უშვებდნენ და მერე შეუშვეს. რა თქმა უნდა მოითხოვეს ოფიციალურად რომ გვარახეთ პაციენტი და ასე შემდეგ და ანუ იყო ერთი ამბავი. მაგანაც კიდე დაამძიმა პარალელურად რა თქმა უნდა ეგ ყველა ვარიანტი შეგრე იქნებოდა. დამდენი კიდე წამლები და კიდე ბევრი რამ და მოკლედ და ხო თავარი რა იყო და რა გავიგეთ გვიან და ჩემი დედამთილი ეძახის რომ ეგ რო გამეგოვო აი მაშინ რო იწოს კლინიკაში ალბათ გადავწყვეტი კლინიკას არ ვიცი რას უზავდიო. ესე იგი წამალი რომელიც უნდა მიიღო ჩემს მამამთილს მეოთხედი ეგ თანმა მისცა მთლიანი. მეოთხედი ხალხო წარმოიდგინეთ რამხელა დიდიაბი რამხელა მთლიანი.
სულ რომ პაწაწ უნდა იყოს მეოთხეცა და მთლიანად შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. ჩემ ამცეს ვთქვამს, რომ მე არ ვიღებ ამ ხელა დოზას, მაშინ კიდე შეეძლო საუბარი, ტელეფონზეც კი ვურეკავდი და ვესაუბრებოდი, უჭირდა საუბარი, თუმცა გვესაუბრებოდა. და არაო, კაცო, აქ ესე წერია. და მისცეს მთლიანი ამბი. რამაც ჩააგდო შუქ მდგომარეობაში და გადმოვარდა საწოლიდან და ჩამოარტყა და ძალიან დიდი ნაკერი ქონდა თავზე. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში გვეზარება ჩვენი საქმის კეთება. გვეზარება დავაკეთებთ ზერელეთ. არაუშავს კაცო დალიოს მთლიანი აბი, ხა ამისთვის შემოდი კიდე და დაალევინე. ეგ მომენტი იყო, მეტი არაფერი. რამაც საბოლოო შედეგი გამოიღო. ძალიან სამწუხარო, ამხელა ნაკერებით სტკიოდა თავი და ასე შემდეგ. ძალიან სამწუხარო. ხელი რომ გაუჩერდა ჩემს მამამთილს და უკვე ვეღარ ამოძრავებდა თითებს და ასე შემდეგ, აი ამ აქედან დაიწყო ფაქტობრივად მას ეს ამბავი, რომ ნუ უკვე ხელის ის ქონდა პრობლემა. და ნუ იქ რაღაც ხან ნერვს აბრალებდნენ, ხან მაგრამ რეალურად თუნდაც პარკინსონი ყოფილა, პარკინსონის დაავადება. ამბობდა, რომ მე მარიამის სკოლაში მისვლასო ვერ მოვეზრებდა. აი მე არა რასაუბრ, მე ვთხარ სულ რას რო შეუდო მიიყვანო, მე ვთხარ და ახლა რო ვიყავი, შენ ხო იცი მე ვთხარ რომ სკოლაში ყავს ბავშვი მისაყვანი, მე ვთხარი, იცოდე თქო ეუბნებოდი. ძალიან ტკივა. ძალიან დამენანა, თუმ რომ არ იყო იმ ასაკში, რომ სამწუხაროა, რომ ჩემს მარიკოს ალეპაპა აღარ დახვდება, რომელიც ძალიან უყვარდა, ძალიან სრულავდა და მარიამზე გესაუბროთ. მე თქვენ გითხარით ერთხელ, რომ სოფელში ისეთი რაღაცები გააკეთა თქო, რომ შედიოდა, რა ვიცი, რომ ეთყოდით მარიკო და შეიხედია პაპარაშვება, ნუ რა უნდა იქნა ძირითადად, რომ რაღაც ნახევრად ქონება დაბინდული იწვა, ბევრს ვეღარაფერს მოკლედ და შეიხედავდა ხოლმე კარგიდან გამოიქცეოდა, ხან ჩვენ შევიხედავდით, ნუ სულ ამ რეჟიმში ხო ვიყავით და რომ წამოაჯენდნენ ხოლმე, ხან უმღერებდა, ხან უცეკვებდა, იქით გახოლმე მარიკო და გადიოდა გარეთ, ჩვენ დიდი თუთის ხე გვაქვს ეზოში და ძირიდან, რა თქმა უნდა, იქ რასაწუდება, ძირიდან მოუკრებდა და ძალიან ესე აიღებდა უბრალოდ უკაცრავად ძალიან ბევრ თუთას და ესე მუჭით მოქონდა პაპისთვის და ერთადერთი მწიფე იყო იმაში და ჩემმა მულმა მერე შეაჭამა ჩემო ის კვებაც რა თქმა უნდა უჭირდა და ძალიან ბევრი თუთა მოუტანა მაგ დღეს. მე ერთხელ მივიდა რომ პაპაო რამე ხო არ გინდაო, ან წყალიო, ან საჭმელო, ან ვაფლი ხო არ გინდაო და მე გამოვიდა სამზარეულოში ვაფლი წაიღო და ძალიან სრულავდა. ეფერებოდა და ეცოდებოდა. ინანებოდა, ანუ ისე ეფერებოდა, რომ გინდა რომ დაგტკივა, ესე ეკითხებოდა. არ ვიცი, ეს ბავშვი არის ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი, ოღონდ ის კი არა, რომ ადამიანია, არა, იმხელა ადამიანობა ხალხო ამ ბავშვი. სულ ვიცახი, რომ ღმერთმა მარიამის თავი გამომიგზავნა და იმხელა საჩუქარი გამომიგზავნა ჩემი ცხოვრების. იმხელა საჩუქარი გამომიგზავნა, თქო ვიცახი, რომ აი არ ვიცი,
როგორი მატლიერი ვარ უფლის და როგორი ყველაფერი უფლისნებით ხდება ჩვენ ხო, მაგრამ უფლისნება მაინც ყველაფერი საბოლოოდ ხო? ზუსტად ვიცი ახლა რომ ჩავა შეირგეს ოთახში, მაგრამ მე მას აუცილებლად დაველაპარაკები და შევეცდები რომ რაღაცნაირი ენი დაუხსნა, რომ პაპა უკვე ჩვენთვის ანგელოზია, ვისაც უნდა ვილოცოთ და ის იქიდან ფარველობს და რაღაცნაირად ამენით უნდა აუხსნა. ეხლა ვიცა ჩემი წამოვა ჩალაგებული მაქვს ყველაფერი, მაგრამ რაღაცები უნდა ამოვყარო. დავალაგებ რაღაცებს, დავახარისხებ. და ერთად წავალთ. გიად წაგვიყვანს. ავალთ. დედა რო იყო ჩამოსული მაშინ ბევრად უკეთესად იყო, ის კი არა იჯდა და საუბრობდა, უჭირდა, მაგრამ ანუ საუბრობდა და ერთი კვირის წინ არა სადაც 8-9 დღის წინ კიდე ბევრად უკეთ იყო. მერე 2 დღე არ მიირთვა საკვები, მერე მიირთვა საკვები. მერე არ მიირთვა ერთი დღე, მეორე დღეს ცოტა მიირთვა და ახლა საერთოდ 3 დღე აღარ მიირთვა საკვები და მიუხედავად იმისა, ბოლო პერიოდში გადასხმები გაუკეთდა, ამოდიოდა ეგ თანი, ვინც უკეთებდა. აი ახლა ბოლო 2 დღით ადრე კიდევ რაღაცა წამალი უკეთდებოდა, ოღონდ გადასხმით და არა კუნჩია, სადმე გადასხმით უნდა გაკეთებული ის წამალი, რომელიც უკვე თქვა წონიერი ადამიანებს უკეთდებათ, რომ მოკლედ ტვინისთვის და ასე შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა ვიცოდით რომ აღარაფერს ქონდა აზრი, მაგრამ შენ ვერ დაელოდები, ვერ დაჭდები და ვერ დაელოდები, რომ ვერ დაელოდები, ყველაფერი უნდა გააკეთო. მთელი ღამე ისეთი აფორი აქებული ვიყავი. საერთოდ მძინებია, ვწრიალებდი. არ დამეძინა. დროებით მე თქვენ დაგემშვიდობებით, მეგობრებო, ამ ვიდეოს მერე. თუმცა დაიდება ძველი ვიდეოები რამდენიმე, რომელიც გითხარით, რომ თუ გავაზიარეთ, დავდებ თქო და ვნახავ თუ ზიარდება. დავდებ აი ესეთი ვიდეო, ადრე გითხარით კიდეც მინდა მეთქი რომ გაჩვენოთ. რამე კიდე სხვა ვიდეოებსაც დავდებ, რომ სრულად არ დაკარგოს გვერდმა აქტიურობა და გამიხარდება თუ უყურებთ ძალიან და გვერდში დამიდგებით, იმიტომ რომ მე ფიზიკურად ბუნებრივია არც ხალისი არ ვიქნება და არც დრო და არც სურვილი იმისა, რომ რაღაც ვლოგები ჩაწერა დავიწყო და რაღაცები. ახლა ამასაც იმიტომ წერ, რომ თბილისში ვარ ჯერ და არ წავსულვარ და პასუხისმგებლობა გაქვს შენ აუდიტორიასთან, რატო ხრები, სადმითი ხარ, ყველაფერი და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. მით უფრო სულ გიზიარებდით, რომ ბოლო პერიოდში ჩემი ოჯახის მდგომარეობა არ იყო ისე და ძალიან ძირითად ნერვიულობის რეჟიმში ვიყავით. და პლუს ამას ძალიან მამშვიდებს საუბარი, რომელიც ძალიან დადებითად მოქმედებს ზოგადად ადამიანებზე.
წინასწარ მაპატიეთ, ვისაც რაღაცნაირად თქვენი ტკივილები გაგიღრმავდებათ, მაგრამ ეს ტკივილი არის ის ტკივილი, რომელიც ყველას გასავლელია და ყველა გავივლით. და როგორც სიცოცხლეა, ისე სიკვდილია თურმე ძალიან ახლოს. თან შევადაროთ. მე ვნახავ აუცილებლად თქვენს კომენტარებს ძველი ვიდეოდან, რამდენად გაზრდილი ვარ, ასე ვთქვათ. გადაღების კუთხით. ფაქტობრივად გუშინ უკვე ვიცოდი, რომ ფიქრობდი, რომ აი ოღონდ ჩავუსწრო, მაგრამ ვერ. მარიკოს წინავს ნელა გავაღვიცებ, ჯერ ჩავალაგებ რაღაცებს და მინდა რომ ადრე ჩავიდე. ჩვენ ძალიან დიდი დრო არ გვქონდა ერთად ყოფნის, აი თქვათ 15 წელი და 10 წელი და 20 წელი და ერთად არ გაგვივლია. სულ რაღაც 6 წლის ურთიერთობაა. მაგრამ მე საკმარისია იმისათვის, რომ ძალიან გტკიოდეს. ხანდახან ერთი კვირაც ძალიან დიდი დროა იმისათვის, რომ ადამიანი გინდოდეს, გიყვარდეს და გტკიოდეს მისი ყველაფერი, რაც მას ტკივა. ეს ბოლო 2 დღეა, არ ვიცი მარიკოს რატო აქვს ესე ამოჩემებული. დედიკო, მე მინდა ძმა და უნდა დავარქვა დემეტრეო. და მე რეიცახის გუშინ, რომ არაო დემეტრე კი არაო ნიკოლოზიო. მაგრამ კაი იყოს დემეტრე დავარქვათო ეს. თქვი რა დემეტრე უნდა დავარქვა, რა ბავშვი, რა ბიჭი. ეს 2 დღეა, აი გაივლის გამოივლის, ხო კარგი სახელი დავარქვით, დედა დავარქვით, ანუ ხო დავარქმევთ უფრო თუ კარგ სახელს. ხო დედა, რა ვიცი, მეთქარი თუ იქნება ძამიკოა და იკო თუ ვინც იქნება და ოდეს მე თუ იქნება შვილო დავუხსნი ამ ყველაფერს. ალბათ ბავშვებს აქვთ რაღაც ამოჩემებები მერე თავისი. შეიძლება ვლოგს რო წერდი, იქ რო გაიგო რაღაცა, ჩვენ რო საუბრობდი, მე რო საუბრობდი რაღაცა იქიდან. ხო არ ვიცი მოკლედ რა, აი ბევრიც ეკითხება ხოლმე, არ გინდა რომ დაიკო ყდეს ან ძამიკო და ალბათ ეს აქვს უკვე რაღაცა იმათ. დიდია უკვე 5 წლის არის, აღარ არის თქვა 1 წლის რო ვერ აანალიზებდეს, ხო 5 წლის ბავშვია უკვე და ანუ მით უფრო ძალიან გონიერი ბავშვია. გუშინ დავდე შორტებში ვიდეო, რაზეც დავხარჯე, რა ვიცი, გუშინ გადავიღე ვიდეო დაახლოებით 40 წუთი დამჭირდა გადასაღებად და მოსამზადებლად და სამონტაჟებლადაც ერთი მაქსიმუმ 40 წუთი დაახლოებით, ყველაზე დიდი რო თქვა. მართლა ძალიან ბევრი შრომა ჩავდე ამ 40 წუთში და აი ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდა. და ახლა შრომის მიუხედავად ხალხო მაინც ვიმსახურებს სიტყვებს, ეს ქალი სუქაგიშდა. ადამიანებს არ შეუძლიათ გარდასახვის დანახვა. იმის დანახვა, იმ ვიდეოს უკან რა შრომა ხალხო ჩადებული. რამდენი რამე დამჭირდა, იქ აქსესუარი იყო, თუ იქ გადაღება, თუ იქ ტექსტი, თუ იქ, თუ ის.
ადამიანებს დაკარგული გაქვთ სახე, ვისაც გაქვთ დაკარგული სახე. მადლობა ღმერთს, რომ εν რაოდენობის საოცარი კომენტარები დაიწერა და მხოლოდ 2 იყო თუ 3, რომ ისეთი შეურაცხყოფელი. დღეს ხარ და ხვალ არ იცი იქნები თუ არა. დღეს საღამოს იქნები თუ არა, ეგეც არ იცი ადამიანმა. და თქვენ დროს კარგავთ იმაში, რომ სხვას გული ატკინოთ, განა ის რომ დადებითად განეწყო. ასუნო განეწყო, მეშინ არ შემჭირდები. შენ არ იქნები სხვას ვენდომები. სხვა გამომიწერ, სხვას მოვეწონები, სხვა შევუყვარდები. ვალდებულება ამის არავის არ გაქვთ, გესმის? არავის. სიყვარულის ვალდებულება, ყურების ვალდებულება არავის არ გაქვთ. მე ხო სიყვარულს არ გთხოვთ. არავის. რა უფლება მაქვს? არავის. მე უბრალოდ ვაკეთებ ჩემს საქმეს. გინდა მიყურე. არ გინდა ნუ მიყურებ. ანუ აი როგორი რამეა იცი, მე რომ ხვდებოდე, რომ ის რაღაც არ არის სწორი, რაღაც არ გავაკეთებ. მე ადამიანი, რომელიც ვარ მსახიობი და არა მხოლოდ დიპლომი მაქვს ჩემი სამსახიობო ცხოვრების, ჩემი ცხოვრება, თეატრი, სცენა და ყველაფერი. მე ახლა რომ არ ვდგავარ სცენაზე, სად წავიღო ეს შინაგანი ხალხო? სადმე ხომ და წავიღო? ამიტომ შეიქმნა დოდონა, ამიტომ ხედავთ იმას, რასაც ხედავთ, იმ ვიდეოებს, რასაც ხედავთ. და 35,000 გამომწერი გავხდით გუშინ Facebook-ზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას განურჩევლად. არ აქვს მნიშვნელობა სქეს, ასაკს, ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც უყურებთ Facebook-ზე დოდონას ბლოგს და ვინც აქ მეყურებთ. ახიზიანებთ ადამიანებს ის, რომ თუ არ გინდა, ნუ მიყურებ ვინმეს რო ეტყვი. რა გავაკეთოთ? იმიტომ რომ შენ თუნდაც იმ ერთს, ან თუნდაც იმ 3-ს ამ ხელა აუდიტორიაში რაღაც არ მოგწონთ. ჩვენ რა გავაკეთოთ? ჩვენ შევცვალოთ რამე? იქნებ თქვენშია პრობლემა რამე. 10 ვიდეო თუ მოგეწონა და ერთ ვიდეოში რაღაც არ მოგეწონა, ხო შეიძლება ამის გამო არ მკრა ხელი, ამის გამო არ გამოწერა, ამის გამო არ მომაყენო შეურაცხყოფა და ბევრი რამ კიდევ. ძალიან მარტივია. არ გინდა ნუ მიყურებ. იმიტომ რომ მე იმ გზას, რა გზაზეც ვდგავარ, ვერსად ვერ გადავუხვევ, ეგ არის გამორიცხული, არც ვაპირებ არცად გადახოვას და უფრო მეტიც ვფიქრობ, რომ ძალიან სწორ გზაზე მივდივარ. რაც შეეხება YouTube-ზე რატომ არ მყავს არმია გამომწერების, ამასაც გეტყვით მეგობრებო. არ გამოირჩევა ჩემი ვლოგები ინტრიგებით. არ გამოირჩევა ჩემი ვლოგები ოჯახური მიდიმოდით. არ გამოირჩევა ჩემი ვლოგები სკანდალებით. არ გამოირჩევა ჩემი ვლოგები ლაქშერული ცხოვრებით. არ გამოირჩევა ჩემი ვლოგები ვიღაცაზე ქილიკით და ვიღაცა ერთმანეთის კონკურენტების დაჭმაზე. არ გამოირჩევა. ჩემთვის ვცხოვრობ. ვიღებ იმას, როგორც ვცხოვრობ. არ ვასაჯერობ ძალიან პირადოს, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ძალიან პირადული ნიშნავს იმას, რომ არის ძალიან პირადული. არ მონაწილეობენ ვიდეოებში ჩემი ოჯახის წევრების უმრავლესობა, იმიტომ რომ ეს არის მათი სურვილი და მე ვალდებული ვარ მათ სურვილს პატივი ვცე, ვალდებული ვარ. პატივი ვცე, ვისაც უნდა კი ხედავთ ჩემ მარიამს. თუ რაღაცები არის ერთი და იგივე, მე ვარ ერთი ადამიანი და მაქვს რუტინა. ავდექი, ჭამე, წავედი, თუ დავლი ეყავა, თუ წყალი დავლია, თუ წავედი სამსახურში. სამსახურის ვლოგებს ვერ გთავაზობთ, იმიტომ რომ აკრძალული მაქვს, რადგან ბავშვების ეკრანზე გამოჩენა არის დაუშვებელი 2x2 4. ეს ვიცით ყველამ. კი, არიან საბავშვო ბაღები, ვინც ამას ასაჯაროებენ, ამაზე მშობლები ხელს აწენენ, ეს მათი სურვილია და ეგცებს არ მაინტერესებს, არც მეხება. მე მეხება ის, სადაც მე ვმუშავ და ვარ დასაქმებული.
ჩვენთან ეს არ არის დასაშვები და ძალიანაც მომწონს, რომ არ არის დასაშვები. მერე რაღაც მომენტში ძალიან კარგიც არის. მოვდივარ გზაში ვწერ ვიდეოს, მოვდივარ, აქ რაცა ყავას დავლევ, ეგრევე საჭმელს ვაკეთებ, ვიცინებ, რა გადავიღო მითხარით. ხანდახან თუ რაღაც არის ერთი და იგივე, იმიტომ რომ ეს არის რუტინა, რაშიც ცხოვრობთ ჩვენ ყველა. რამე თუ არის ისეთი, იმასაც გაყურებინებთ, ასეთი, ამასაც გაყურებინებთ, მაგრამ იმიტომ რომ გლეჯვა გამომწერები მომივიდნენ, აქ ვერც დრამებს დავდგამ. ვერც ოჯახის წევრებს ისეთ რაღაცებს არ ვეტყვი, არ გავაკეთებ და არ გამოვაჩენ მათინების საწინააღმდეგოს, არც ვიღაცა ვლოგერს თუ ნებისმიერ ადამიანს ვერ დაუწყებ წყევრა ყუროს, იმიტომ რომ დაინტერესდეს ვიღაც და შემოვიდეს და ჩემ ვიდეოს უყუროს და ვერც ძალით ვერ ვივლი მაღაზიებში, ვითომ ხა ძალიან ბევრი ამის ვყიდულობ და ლაქშერებით მოძრაობ. ამიტომ თუ გინდა მიყურე, თუ არ გინდა ნომიყურებ. ძალიან მარტივია. თუ რამე მოგაბეზრათ თავი, ასევე მარტივია სხვა ვიდეოებზე გადასვლა, სხვა ადამიანებზე გადასვლა, დარწმუნებული ვარ, რომ მე იქაც რაღაც არ მოგეწონებათ და რა თქმა უნდა იქაც აღარ უყურებთ, მაგრამ ამდენ ვიდეოში თუ მოგწონდი და რაღაცაში არ მოგწონვარ, ეს არის ჩემი ცხოვრება. თუნდაც შემიყვება ვიდეოში 40 წუთია ვიდეოში ამდენია კვებაზე ლაპარაკი და ამდენი სატანა არ შეგიძლიათ. დიახ, გთხოვთ ასკროლოთ ჩემი ვიდეო, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან ხშირად, მე ეს ცხოვრება მაქვს ახლა, ჩემი ჯანმრთელობისათვის ვიბრძვი, ჩემი სტიმულისათვის არის ზუსტადაც ეს ვიდეოები, თუნდაც გაჩვენოთ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობები მაქვს მერე უფრო მეტი და უამრავი ადამიანი გამოჩნდა, თურმე ვისაც ამით სტიმული მივეცი. ასე რომ ძალიან გთხოვთ ხალხო. მე აუცილებლად მომემატება გამომწერებ და მემატება ყოველდღიურად, რა თქმა უნდა. მაგრამ რაღაცის ხარჯზე არ მოვიმატებ. არასოდეს. ასევე ვერ გავდივარ ლაივებში, რაც არის აუცილებელი, იმისათვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაგიცნოს, იმიტომ რომ მე არ ვზივარ 24/7-ზე სახლში, იმიტომ რომ მე ვმუშაობ საბავშვო ბაღში, სადაც დილის 6-ზე ვდგები, 8-ის ნახევარზე უკვე გავდივარ სახლიდან, მე და ჩემი 5 წლის შვილი, მივრბივარ, მთელი დღე არამქვეყნიურად ვიღლები, იმიტომ რომ ბავშვებთან ურთიერთობა არის ყველაზე რთული სამსახური, მოვდივარ სახე დაკარგული, უნდა გამოვიარო, ვიყიდო საჭმელი თუ სასმელი თუ სამოსი, არ აქვს მნიშვნელობა, მოვრბივარ, ველოდები მერე მარშრუტკას თუ მაგალითად დაველოდე ტაქს უკეთესი უფრო მალე მოვდივარ 10 წუთით, 15 წუთით ადრე, მოვრბივარ, სახლი უნდა მივალაგო, ბავშვი უნდა მოვაწესრიგო, მე უნდა მოვწესრიგდე, დავაუთოვო, საჭმელი მოვამზადო, ყავა დაბლო და დავწვე. აი ამ ცხოვრებით ვცხოვრობ მე, პლუს ამას, აი ამ ყველაფერში უნდა გადავიღო YouTube-ის ვიდეო, უნდა გადავიღო აუცილებლად დოდონას ვიდეოები და დავიცინო. ამიტომ უკაცრავად რა. ეს რო არ მეთქვა, არ შემეძლო უბრალოდ. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩემ გვერდით ხართ, ვინც მიყურებთ, ვინც სტიმულს მაძლევთ ყველაფერში, ვინც მამხნევებთ. ავად თქვენცით და დაახლოებით 10 დღეში, ალბათ 8-9 დღეში, აი ამ პერიოდებში ალბათ შეგეხმიანებით და თუნდაც უბრალოდ მოგიკითხავთ ძალიან პატაწუნა ვლოგით. დროებით.